საქართველოს პარლამენტის წევრების კარიკატურების გამოფენა მოეწყო დღეს პარლამენტში საკუთარი თავისა და კოლეგების ამოცნობას კანონმდებლები კარიკატურის ბესო დუღაშვილის მიერ შესრულებულ ნამუშევრებში ცდილობდნენ. კარიკატურისტი ამბობს, რომ დასახელეთი პარლამენტარები ძირითადად მათი აქტიურობის მიხედვით შეარჩია. ყველაზე მეტად გამორჩეული გამომეტყველების მქონე სახეების შექმნა გაუადვილდა. თავად კარიკატურის პერსონაჟები ამბობენ, რომ ნახატები მოეწონათ და თითოეული პარლამენტარის ხასიათი და შინაგანი სამყარო ნახატში კარგად იყო ნაჩვენები. პარლამენტში კარიკატურული ნამუშევრების გამოფენა პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის თანხმობით გადაწყდა. გამოფენის გახსნისას მან განაცხადა, რომ კარიკატურების საშუალებას გვაძლევს კანონმდებლების ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობაში იუმორისტული შტრიხი შევიტანოთ საკუთარ თავს, შევხედოთ ისე, როგორც მოქალაქეები გვხედავენ. განმარტა მან. ნაწილი ჩემი თავის მაინც ხშირია, რომელზეც შეიძლება ყველაფერი. არ არის ეგ. რა ვიცი, შენ როგორც გინდა რომ დახატო, მე კარიკატურა არ გამოდოს ახლა. მაშინ წადი და პორტრეტები ახატინე საკუთარი თავის. კარიკატურა როგორც დაგინახა და დაგხატა, ეს არის კარიკატურა. თავარი შუბლი ხო გავს? თვალები გავს. ყველაფერი გავს.